იზამენ ლეიბორისტები, მათ არ უთქვამთ, არ განუცხადებიათ არაფერი საკუთარი გეგმების შესახებ, ვინ იქნება მათი მერობის კანდიდატი, შალვა ნათელაშვილი თუ ვინმე სხვა. ნინო ბურჯანაძემ 5 წუთის წინ თქვა რეაქციაში, რომ ისინი აპირებენ კონსულტაციები დაიწყო ლეიბორისტებთან. ბატონო შალვა, მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა, რომ იღებთ გადაცემაში მონაწილეობას. გამარჯობათ ინგა და წარმატებებს უსურვებ ჩვენს ტელემაყურებლებს. მადლობა ამ ძვირფასი საღამოსათვის. მადლობა ბატონო შალვა, ამ ბოლო ნათქვამი და განვაგრძობ მაშინ თქვენთან საუბარს. ნინო ბურჯანაძემ თქვა, რომ აპირებს თქვენთან კონსულტაციებს, რომ მოხდეს შეჯერება ერთ-საერთო კანდიდატზე თბილისის მერის პოსტზე. რა სიტყვით თქვენ? აპირებთ, რომ მასთან დაიწყოთ კონსულტაციები, წახვალთ ამ მოლაპარაკებებზე? მოგესალმებათ, პოლიტიკური პარტიები აქტიურად თანამშრომლობენ, განსაკუთრებით ბოლო წლებში. კონსულტაციები ჩვეულებრივი მოვლენა გახდა არა მარტო ასეთ პრობლემებზე, არამედ რაც მნიშვნელოვანია საკონსტიტუციო ცვლილებების და პოლიტიკის ძალიან სტრატეგიულ მიმართულებებზე. ამიტომ კონსულტაციებს წინ არაფერი არ უდგა, რა თქმა უნდა, მით უმეტეს თუ გამოჩნდა ღმერთმა ქნას დიმიტრი გელოვანი ან თქვათ უკეთესი დიმიტრი ყიფიანი, თუმცა ვიმეორებ ლეიბორისტული პარტიის პოზიცია ცოტა განსხვავებულია, რბილად რო ვთქვათ და პირველ რიგში ჩვენ მიგვაჩნია რომ გვირაბი ითხრება სხვა მხარეს, ჩვენ მივდივართ საპირისპირო მხარეს. ჩვენ ქვეყანა თავზე გვემხობა, თავარი ავტომაგისტრალი ევრაზიის დამაკავშირებელი და საქართველოს ცენტრი ოკუპირებულია და თავს უმიშვიდებთ იმით, რომ 400-500 მეტრი აცილებს, არავითარი 400-500 მეტრი არ არის, ოკუპანტი უკვე იქ დგას, ეკონომიკა თავზე გვენგრევა, კორუფცია აფეთქებულია უკვე და შეჭამა სახელმწიფო, ოლიგარქია მართლობაშია და დაკავებულია მოსახლეობის, გაღატაკებული მოსახლეობის გაპარსვით, სოციალური სფერო პრაქტიკულად შეიძლება ითქვას, რომ აღარ არსებობს როგორც დაცვის ელემენტი და უბსკრულია უკვე უზარმაზარი მოსახლეობის უმდიდრეს 3%-სა და დანარჩენ მშიერ ან მოჯამეგერად მყოფ მოსახლეობას შორის. ქვეყანა იცლება, თქვენ მოგეხსენებათ, მე ახლა ჩამოვედი ამერიკის შეერთებული შტატებიდან, სადაც მქონდა ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი მთელი ქვეყნისათვის და ეს შედეგები თანდათანობით იქნება ცნობილი და რაც მთავარია, ინგა, გავიარე მე ვაშინგტონში, მით უფრო ნიუ-იორკში და უამრავი ქართველი და გამახსენდა რობაქიძის უკვდავი სიტყვები მის თაობაზე, რომ აი 1000-ობით წელი უმუშავია გენს, რომ ასეთი ლამაზი შედეგი მიგვეღო. უამრავი ქართველი, ულამაზესი გოგობიჭი, რომელიც გამოირჩევა მთელი მასისგან, მთელი მსოფლიო იქაა მოგეხსენება, მაგრამ რომ მოდიან ესენი შანან არა მარტო თავისი სილამაზით, არამედ ნათელი აურა დასთამაშებთ თავზე და მაშინ მივხვდები, რომ ქართველია, ეს ქართველები უკვე აქედან წავიდნენ. ეს ქართველები აქედან ბატონო შალვა წლებია უკვე ქართველებმა იმიგრანტებმა გადაარჩინეს წლების განმავლობაში. განსაკუთრებული ტალღა. ხო, ქართველი იმიგრანტები ინახავენ მათ შორის ივანიშვილის კორუმპირებულ რეჟიმს, ქართველი იმიგრანტები ინახავენ არ მარტო თავის ოჯახებს, არამედ ავსებენ ამათ ბიუჯეტს, რომ ამათ მაღალი პრემიები გასცენ, ჯიპები იყიდონ, კაბინეტები მოიწყონ, ოფისები, სასახლეები აიშენონ, კარგად დაისვენონ. რა თქმა უნდა, ამას გეუბნებით, მაგრამ ეხლა არის განსაკუთრებით დიდი ტალღა წამსვლელების. ადამიანები დეპრესიაში არიან ჩავარდნილი და ერთადერთი გზა დარჩენიათ ან გამოკეტვა და სამყაროსგან მოწყვეტა და ხელის შაქნება ყველაფერზე, მათ შორის არჩევნებზეც, ან ქვეყნიდან წასვლა და არ მოვიდეს ის დრო, როდესაც ბოლოს დავრჩებით პოლიტიკოსები და ჟურნალისტები მარტო ქვეყანაში და ერთმანეთს ავირჩევთან, გადავირჩევთ და ვითამაშებთ სახლობანას და სახელმწიფოებრიობას და ეს ძალიან რეალური პერსპექტივაა. აქედან გამომდინარე, ეს არჩევნები, ინგა, რომელსაც ჩვენ ველოდებით და რომლის თაობაზე თქვენ ესეთ საინტერესო გადაცემა მოაწყვეთ, უნდა იყოს რეფერენდუმი ივანიშვილის კორუმპირებული ძირგამომპალი, ანტიეროვნული ოკუპანტების თანაშემწე რეჟიმის ნდობა არ ნდობისა. ეს უნდა იყოს ხმა ქართველი ხალხისა, მთელი მსოფლიოს გასაგონად, რომ ჩვენ არ ვიყიდებით, რომ ჩვენ ვერცხლს არ მივყვებით, რომ ჩვენი სახელმწიფოებრიობა გვინდა, რომ ჩვენ ჩვენს ინტერესებს, ჩვენს უფლებებს დავიცავთ. მოიყვანა ოცნება თვეების წინ, ბატონო შალვა, რა გაძლევთ იმის თქმის საფუძველს, რომ ეს არჩევნები თქვენი მოლოდინი არის ასეთი, რომ ამ არჩევნებით რაიმე შეიცვლება. საკონსტიტუციო უმრავლესობით მოიყვანა ამ მომრჩეველმა ქართული ოცნება. ფაქტის სახეზეა, სრული უმრავლესობა აქვთ ხომ მათ? რა შეიცვალა ამ ფაქტის სახეზეა.
ინგა ფაქტის სახეზია, რომ ქართული ოცნების ბოროტმოქმედმა, კორუმპირებულმა, ქვეყნის მტერმა ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა არჩევნებზე გამოიყენა თავისი მილიარდები, გამოიყენა სახელმწიფო რესურსი, გამოიყენა სპეცსამსახურები, გამოიყენა მიტაცებული მასმედია, გამოიყენა გაუბედურებული მშიერი სოციალურად დაუცველი ადამიანების გაჭირვება და ჩამოურვია მათ ტომარად ქვილიდან დაწყებული 300 ლარი დამთავრებული ის რითაც შეიძლებოდა უკვე ყოფნა არ ყოფნის ზღვარზე ადამიანი მოესყიდა და საბოლოო ჯამში რა თქმა უნდა გამოიყენა თავისი საარჩევნო სტრუქტურები, რომელიც ასრულებენ უპირობოდ მის დავალებებს და დაიწერა ის რაც უნდოდა. არავით არის საკონსტიტუციო უმრავლესობით ხალხს ესენი არ მოუყვანია. უმრავლესობაც კი აიღეს აი იმ ბოროტმოქმედებით და გაყალბებით, რასაც სოფლის საერთაშორისო და ამასთან დაკავშირებით. თქვენ არასწორად გამიგეთ, როგორც ჩანს, მე გამოვთქვი არა კონკრეტიზებულად, არავით არის იმედები ამ არჩევნებზე მე არ მაქვს. ჯერ ეგერთი ადგილობრივი თვითმმართველობის რა შეიძლება შეიცვალოს, არავით არის უფლებები თვითმმართველობებს არ გააჩნია, რაც ქონდა ზუგდიდი, თელავი, ოზურგეთი, გორი, მსხვილი თვითმმართველობები გააუქმეს იმისათვის, რომ ის გამოთავისუფლებული თანხები სახში წაიღონ და პრაქტიკულად არავით არის უფლებები და კომპეტენცია არ დაუტოვეს ადგილზე ხალხს და ბიუჯეტიც არ აქვს, რომ იმ თვითმმართველობებმა ის განკარგონ და გამოიყენონ ადგილობრივი ინტერესებისათვის, ამიტომ არავინ თავს არ იტყუებს და არავინ არ ამბობს იმას, რომ ადგილობრივი არჩევნები გადატრიალებას მოახდენს და ადგილობრივი ხო, აი ამაშია საქმე, რომ ეს იქნება პოლიტიკური რეფერენდუმი. უნდა წააგოს ქართულმა ოცნებამ, ქართულმა კი არა, ანტიქართულმა ოცნებამ უნდა წააგოს და ქართველი ხალხის დაუძინებელმა მტერმა, ბიძინა ივანიშვილმა, მე არ ვიცი ახლა ის როგორ არის დღეს, უნდა სამარცხვინო თავსლაპი დაისხას საკუთარი ხელით იმ არჩევნების შედეგებით და ამით ჩვენ არა მარტო ქვეყანას აღვადგენთ, რომელსაც გვართმევენ, დღეს ვართ უდიდესი საშიშროების წინაშე, დღეს ჩვენ ვკარგავთ სახელმწიფოებრიობას. ეს ბორდერიზაცია არის ერთ-ერთი კომპონენტი იმისა, რომ ძალიან დიდი გლობალური გამოწვევები დატრიალდება მალე ჩვენს თავს და იმავდროულად ძალიან საეჭვოდ ჩანს ბიძინა ივანიშვილის გაუჩინარება, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით მას მიღებული აქვს ინსულტი, პარალიზებული და არაეთიკური მგონია ეხლა ადამიანზე დასუსტებული ინფორმაცია და მის ჯანმრთელობაზე ვაპარაკობთ პირდაპირ ეთერში. ინგა ძალიან ხო თუ რესპონდენტს იწვევთ ალაპარაკეთ მოგიწვიეთ იმიტომ რომ არჩევნებზე მინდა თქვენი პასუხი თორე ხა ივანიშვილზე გავრცელებული ჭორეი არის თუ მართალი არ ვიცი და არაეთიკურია ჩემი აზრით დამასრულებინეთ არავით არის გავრცელებული ჭორი არ არის არაეთიკურია ბოროტმოქმედი ვირთხა გაქრა და დაიმალა არსებული ინფორმაციით ის პარალიზებული ქმედუუნაროა და შესაბამისად მართლ კლანში იწყება გადანაწილება ქონების ძალაუფლების და ქართველი ხალხის ხარჯზე კიდევ სახელმწიფოებრივი ნგრევის და ქვეყნის უცხოეთის ბანკებში დაგირავების ახალი პროცესი იწყება. შესაბამისად ჩვენ მოვიტყოთ, მე მოვიტყო პირადად თუ კარგად არის ივანიშვილი და ღმერთმა მე არასოდეს არ უსურვებ მოსისხლე მტერსაც კი სიკვდილს და ავამტყოფობას მით უმეტეს ივანიშვილს, რომელმაც უნდა პასუხი აგოს საკუთარი პერსონით საბრალდებო სკამზე, საბრალდებო დასკვნით და განაჩენით იმ გადაგდებისათვის, იმ სიცრუისათვის, იმ ყაჩაღობისათვის და ქურდობისათვის, რაც საკუთარ ერს გაუკეთა, რითაც მან გამოიყენა საკუთარი ხალხის ნდობა ბოროტად და რა შედეგებიც მან დამართა ჩვენს სახელმწიფოს, რომელიც შეუმდგარი სახელმწიფო იყო ისედაც, დღეს ის ჩვენს თვალწინ იშლება და ჩვენს თვალწინ ჩამოშლის პროცესია. მე სიმწავეს არ ვერიდები არასოდეს ეთერში და ყოველთვის სიამოვნებით გიწევ. არა, უბრალოდ მე დავაკონკრეტებ. არაეთიკურად მიმაჩნია ადამიანის ჯანმრთელობაზე. ჭორებით საუბარი. არაობიექტური ხართ, ინგა თუ შეიძლება თქვენ ამ შემთხვევაში ბრძანდებით არაობიექტური, რადგანაც 10 წლის უკან, როდესაც მე ვიყავი ძალიან მძიმედ სიკვდილის სიცოცხლის ზღვარზე, თქვენ ეს გახსოვთ, ჩემს
პალატაში ტელეკამერები იდგა მუდმივ რეჟიმში. და მე რატომ ვარ არაობიექტური? თქვენს პალატაში არასოდეს ჩემი კამერა არ შემოსულა და როცა თქვენ ავადიხავით მე დირექტორი და კითხულობდით, მაგრამ არ მიკადრია რომ მიკროფონი დაგდგომა. თქვენი არა, მაგრამ ყველა ტელევიზიის საინფორმაციო იქ იყვნენ აშუქებდა ამას. საჯარო მოღვაწის ერთი წამი. საჯარო მოღვაწის და პოლიტიკოსის სამჯანმრთელობა არ არის მარტო მისი პირადი საქმე. ამ ალაზას თელმა ერმა მისახმა. თელმა ერმა მისახმა, თელი ერი გადააგდო კაცმა და გაუკეთა იმაზე მეტი ბევრად, რაც გააკეთეს ერთად ყველა დამპყრობელმა და ყველა მტერმა. ეხლა გაიტრუნა, ავრცელებ ეხმებს ლავათარი და კვდება. მეთმა კარგად ამყოფოს. მე მინდა ის ნახოს საბრალდებოს სკამზე. მე მინდა მან თავისინები დააბრუნოს ბიუჯეტში წაღებული ქონება. მე მინდა მან საბოლოო სიტყვა თქვა სასამართლო პროცესზე. მე ეს მინდა და რა მისი სიკვდილი. ამიტომ გამოვიდეს, დაგვენახოს თავის თუჩქვილი და გაგვიხარდება თუ ის სოცხალია. მაგრამ არის მეორე ვერსია, რომ ის იმალება, რადგან რომ რუსეთის ჯარები დაიძრნენ თბილისისაკენ. ეხლა ჩამოყალიბდა იმაში რა არის მართალი ვერსია. ერთი წამი. არაობიექტური ხარ, მითხარი და მეწყინა. არა, მე მეწყინა გეტყვი. არა, კი არ მეწყინა, ინგა ვერ გამიგე. აი, როდესაც მე დავბრუნდი ოპერაციიდან, რამდენიმე დღის შემდეგ სისხლი გამდიოდა ისევ ნაოპერაციაზე, მკერდზე. მე თქვენ არ გაგიტეხეთ ხათრი და მოვედით თქვენთან პირდაპირ გადაცემაში, ხო გასვოთ? და არ შემიმჩნევიათ კივილი. აი ეს არის საჯარო მოღვაწე, ეს არის პოლიტიკოსი. ესე უნდა იქცეოდეს პიროვნება, რომლის მიმართ ინტერესი აქვს საზოგადოებას და ეს გაიტრუნა, შეძრა, ვიმეორებ, მეთმაკრას კარგად იყოს, მაგრამ არსებული ინფორმაციით არის პარალიზებული და მიმდინარეობს საქართველოს ვაჭრობა გაზპრომთან, კრემლთან, ყველა ავის მოსულნესთან იმისათვის, რომ ამის კლანი დარჩეს ძალაუფლებაში და აი ეს პერსპექტიული ქურდი, ეს გეწყინება, მაგრამ მაინც ზემლაკობიდან გამომდინარე, კალაძე იქნას არჩეული თბილისის მერად. ვერამდენად უნდა ვიდაოთ მე და თქვენ ამ კალაძის ნიადაგზე. სხვა კითხვას დაგისვათ თქვენი ნებართვით თუ შეიძლება. თქვენ კი ფიქრობთ, რომ აი როგორც მაგრამ მე ვიმეორებ ერთი წამინდა, ვიმეორებ, რომ კალაძის არჩევა თბილისის მერად, ეს იქნება თბილისის ყველაზე დიდი სირცხვილი, რაც კი ოდესმე ამ ხალხს უნახავს, ან მის თვალწინ გაუვლია. ის წარმატებული ადამიანია. ის ძალიან წარმატებული ბიოგრაფიის ადამიანია, ბატონო შავა, ბანდიტობაში, წყვილებში, ალკოგოლებში, ჰესების მოპარვაში, კვიპროსის ოფშორებში გაფორმებაში, ტარიფების გაზდაში, აგერ ახლა გაზდა იზრდება ტარიფები იმ კვირიდან, ელექტროენერგიის ტარიფების გაზდაში, თელია მილიარდების ოჯახში დაბანდებაში და მამამის კარლოსთან მიტანაში. ეს არის საშიში ბოროტმოქმედი, რომელსაც არც უნდა გაებედა აი ამ წმინდა ქალაქის მერობაზე პრეტენზიის გაცხადება. ქალაქი რო ქალაქს გავდეს და მე არ დამიწყონ ვერელებმა და ვაკელებმა, რომ ქალაქელები არა ვართ ტო. არავითარი ქალაქელები არ იქნებით თქვენ. თუ ესეთი ქურდები გავლენ კიდე თანამდებობებზე. კარგით. ეს არის ჩემი კონკრეტული აზრი და რას ვიზავთ ახლა კონკრეტულ საკადრო განაცხადებების მიმართებით ქსია პირველი ნომერი თუ მერი თუ სხვა აი ესეთი თქვენთვის საინტერესო ნიუანსები გარწმუნებთ ინგა რომ ექსკლუზივს მოგცემთ თქვენ და პირველ რიგში გიეთქვით თქვენ ჩვენს პოზიციას. ანუ ჯერ არ გიფიქრიათ მიიღეთ თუ არა მონაწილეობას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში არ გიფიქრიათ? არა, მონაწილეობას როგორ არ ვიღებთ? არა მარტო მონაწილეობას ვიღებთ, არამედ ხალხს კიდევ ერთხელ ვეუბნებით, რომ გადარჩენის უკანასკნელი შანსი ისევ ჩვენ ვართ. რაც ამას ვერ გაიგებს ხალხი, რაც არ გაიგებს ან გვიან გაიგებს, მით უფრო ჩამოგვექცევა თავზე სახელმწიფო. და ისინი, ვინც ახლა ცდილობენ რომ ხელისუფლებაში მოტრიალდნენ, უკვე იყვნენ მრავალი წელი ხელისუფლებაში, კარგად ჩამოაქციეს ქვეყანა, მათ კარგად აფინანსებდა ბიძინა ივანიშვილი, იყო ერთი გუნდი და ერთი ოჯახი, დღესაც გარკვეულწილად ერთნი არიან და ჩვენ თუ ვერ ვისწავლით მოყვარისა და მტრის გარჩევას, თეთრის და შავის გარჩევას, კეთილის და ბოროტის გარჩევას, აი ესე ვივლით, აფრაწყვეტილი გემივით მრისხანე ოკეანეში, ერთჩვენი ერთ დღეს ოკეანის ძალიან დიდი ტალღა ჩაკლაპავს და ეს ჩვენ არ უნდა დაუშვათ და ეს არ უნდა დაუშვათ, უნდა ავდგეთ სახლიდან, მივიდეთ არჩევნებზე და შემოხაზოთ მარტო ლეიბორისტული პარტია, თქვენ აი ხალხო, ამდენი წელი ექსპერიმენტებს იტარებთ საკუთარ თავზე. ნუ თუ არ მოგგვეს და ჩვენ აგვიჭირს, აგერ ვართ ჩუღურეთის რაიონში, მშვენიერი უბანი, მშვენიერი ხალხი, ვამბობთ სიმართლეს რაც გვინდა, არავისთან დავალებული არა ვართ, არავისგან არ ფინანსებით, არავისთან შეკრული არა ვართ, მიუხედავად იმისა, რომ თვითონ ბატონი ივანიშვილი აქტიურად გვირჩელებს და გვირჩელებდა ამჭორებს, ვართ თავისუფლები, გემსახურები თქვენ, ვეკუთვნით თქვენ სულსა და გულს და თქვენ არ ერთხელ ჩაგვაფურთხეთ სულში.
იმედი ახლა კიდე არ გაიმეორებ შემოდგომაზე ამას და კიდე არ გაიკიდებით ვიღაცა მოვერცხლილ მოპრიალებულ არსებებს რომლებიც ბატონო რომ აღმოჩნდეს ისე რომ გაიმარჯვოს ქართულმა ოცნებამ რომ გაიმარჯვოს ქართული ოცნების კანდიდატმა რა პოზიცია გექნება თქვენ აღიარებთ მათ გამარჯვებას თუ გააპროტესტებთ რაზეა საუბარი ქართული ოცნება როდის იმარჯვებდა მან უარ გააყალბოს ფული რომ არ დაარიგოს ეს საწყალი ხალხი უარ მოისყიდოს ადმინისტრაციულ რესურსი რო არ გამოიყენოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ის საშინელი ქალბატონი რო არ დასვას კრიმინალი რომელიც შეკვეთით ამზადებს ისეთ ოქმებს და ისეთ პროდუქციას როგორცაც ის სოლორაკელი ბატონი უბრძანებს რისი მომგებები არიან რომელია მომგები ივანიშვილი რომელმაც 5 წლის წინ გადააგდო მთელი ერი და დღეს ყველა მისი მაგინებელია კუჩაში თუ კალაძე პერსპექტიული ახალგაზრდა ქურდი თუ ის ჩუბოშვილი რომელსაც 26 მაისს ერთი წამი ძახილი საკმაოდ რეიტინგული ადამიანია და პოპულარული არა მე ერთი წამით რა დავაკონკრეტებ მე არანაირი ინტერესი არ გამაჩნია სხვა შორის ძალიან ნეიტრალური პოზიციიდან ვაშუქებ ამ გადაცემებს მაგრამ ამ მოვლენებს ნუ დაუკარგავთ ადამიანს ნუ დაუკარგავთ ადამიანს თქო თუნდაც ასულში ვიმხვილებს იმ ავტოგოლებს იმ დენის ტარიფის არ დაწევას რასაც შეგვირდა იმ 18 ჰესის გატანას კვიპროსში რომელიც გაიტაცა და მიიტაცა არაგვის ხეობის დანგრევას ჩემი სამშობლოს დანგრევას რუსეთი რომ უნდა შეერთოს ირანთან ელექტროენერგიით მაღალი ძაბვის ხაზები რომ გამოყავს და საფლეებზე რომ დაარჭო ახლა ამას ვერ ვაპატიებ მიუხედავად იმისა რომ ძალიან მიყვარხარ თქვენს და თელი სამტრედიაც შესაბამისად ეხა ჩემი ხათრით ნუ მისცემთ ხმას თუ არ გინდათ ხმის მიცემა მე უბრალოდ შეგახსენეთ წარმატებული ადამიანია ალბათ ეს სეზონის ანეკდოტია ამიტომ ვინ აირჩევს ვინს აირჩევს ხალხი რომელს აირჩევს ჩუგოშვილს აირჩევს ქალბატონ ჩუგოშვილს ეს არის სისხლიანი ლედი 26 მაისს გამოვიდა და მისცა ბრძანება რომ დაერბიათ მომიტინგეები აგერ ქალბატონი ნინოს ხელმძღვანელობით მიტინგი სადაც მოგვიკლეს ჩვენ ცხადაძე სვირის კოორდინატორი ქალბატონო ჩუგოშვილმა მისცა ბრძანება ამის თაობაზე და ივანიშვილის მარჯვენა ხელია და რაზირ-ვეზირებში გადის და ივანიშვილი მე მეუბნება რომ სააკაშვილთან ვარ შეკრული გახსნია არარაობა მართლა რომლის მიწაზე მიბარებაც არ შეიძლება კრემაცია უნდა იქნა შემოღებული ასეთებისათვის ბატონო შავა მე ყველა რესპონდენტს ანაბარ დროს ვაძლევ მაგრამ თქვენ მე მგონი ბედი გაქვთ საეთერო იმიტომ რომ ელენე ხოშტარია უნდა იყოს თქვენ შემდეგ ჩვენი სტუმარი და როგორც მეუბნებიან იგი ჯერჯერობით ვერ ასწრებს არა ვერ ასწრებს ოფისში მისვლას ამიტომ ბედი გაქვთ თქო საეთერო ტელევიზიის ღმერთს ხარ და მე მგონი ელენე ხოშტარიას დროსაც თქვენ დაგითმობთ იმიტომ რომ ზუსტად 25 წუთზე ელისაშვილის პრეზენტაცია უნდა შევიყვანოთ ასე რომ ბევრი დრო გვაქვს ქალბატონ ელენეს ამდენად ინგა ჩვენ ხალხზე უნდა მაღალი წარმოდგენას ვიყო და ვართ მაღალი წარმოდგენისას თუმცა ვამბობთ კრიტიკულ შენიშვნებსაც ხო ამის გარეშე ავადმყოფობას ვერ უმკურნალებთ რომელიც შეიძლება შემოეპაროს პიროვნებას და საზოგადოებას ვის მისცემს ხმას ხალხი განა ვერ ხედავს ხალხი ბრმაკი არ არის ბრძენია ჩვენი ხალხი თავს იტყუებს აი თავის მოტყუებაშია ჩემპიონი ეხლა იმ თალაკვაძე და ისინი რო არიან კიდევ ის მდინარაძე ის მწვანე ბორის ზნელაძეები აი 30-იან წლებში კონკარში რო შექმნა მოსკოვმა მაგ აი ისეთი ზნელაძეები არიან გამოდიან დაზეპირებული ფრაზებით ვითომ პროამერიკელები იქ ამერიკის ელჩმა ვაშინგტონში გაასაღა ესენი რომ აი ამერიკის იმედია თურმე ეს სამეული და არის ამერიკაში არ ეცალათ ეხლა აქ დეტალებისათვის იქ საპრეზიდენტო არჩევნები იყო და კარგად გაიჩალიჩეს ვიღაცებმა რაღაცები მაგრამ არ შერჩებათ ეს რაღაცები ვიღაცებს მე ეხლა ვამბობ ან ვის აირჩევს ხალხი იმ 41 მილიონერს რომლებიც სისხლს სწოვენ ჩვენს მოსახლეობას ჩვენ შვილებს ჩვენი მომავლის გზას რო ამრუდებენ და ანგრევენ იმ 41 მილიონერს მისცემს ხმას იმ ხეჩიკაშვილს სპორტის მინისტრი რო არის ახალგაზრდების და ახალგაზრდები რო წეღანავსკი ნიუ-იორკის ბირჟებზე დგანან უკვე და თვითონ რომ მილიონერია ჯერ ნაცებს უაფინანსებდა და ეხლა ოცნებას უაფინანსებს ავტო ვაჭრობის მთავარი მაგნატი თუ ალავიძეს მისცემენ ხმას მეორე მინისტრი რომ მოიყვანა იქ რომელიც ნაცებს აფინანსებდა და ეხლა აფინანსებს ოცნებას არა მე ასეთი გარდასახვა აი რასაც ვერ დაუკარგავ ქართულ პოლიტიკურ ელიტას ხელისუფლებაში ეს არის გარდასახვის ნიჭი ისინი დამშვენებდნენ ნებისმიერ თეატრს სოფლოს ნებისმიერ სცენაზე ამას მართლა ნიჭი უნდა რომ ასე დაავიწყო ხალხ შენი ძველი ავი საქმიანობანი ჩოჩელი რომელიც იყო სააკაშვილის დამტყმელი ძალა რეგიონში რომელიც დაგვდევდა რომელმაც ჩემი ნათესავები არავინ არ დატოვა საპროცესო ხელშეკრულების გარეშე და სტრუქტურებს ანგრევდა დუშეთში, მცხეთაში, თიანეთში აი საგულდაგულო
დავუყუროთ. დღეს შოჩელი არის ივანიშვილის დაფინანსებელი პარტნიორთა ფონდის მეწილე და დღეს უკვე შოკურ თერაპიას მიტარებთ ეხლა თქვენ პირდაპირ ეთერში, ამიტომ მომეცით საშუალება რომ დაგისვათ შეკითხვა. მე ნერვები იმაზე მეშლება რომ თქვენ სხვებზე მეტად სხვებისთვის გადანაწილებული დროისგან განსხვავებით მეტი დრო გერგოთ, იმიტომ რომ ჩვენმა რესპონდენტმა ჯერ ვერ მიაღწია ოფისამდე. კითხვა მინდა დაგისვათ. გავიგეთ თქვენი პოზიცია. ქაბატონელენეს ურჩევ მძიმედი აროს მძიმე. ხელისუფლებასთან დაკავშირებით გავიგეთ თქვენი პოზიცია. ეხლა მინდა თქვენი კომენტარი მოვისმინო სხვა კონკურენტებზე. ალეკო ელისაშვილზე რა სიტყვით? ელოდებით თუ არა რომ ელისაშვილის შემოსვლა წინასაარჩევნო ველზე არევს თამაშს? არ ვიცი როგორ გითხრათ ეხლა ამ ბიჭთან მე რა უნდა მქონდეს წინამდებობა, მისი მე რა უნდა მშურდეს. პირიქით ახალგაზრდობა მე მიყვარს როგორც საკუთარი შვილი და საკუთარი საახლობლო ისე და ახალგაზრდობასაც საკმაოდ უყვარ ვარ, ტრაბახით არ ვამბობ, მაგრამ მე მახსოვს ეხლა ეს პიროვნება როგორ აქებდა ოცნებას ტელეკომპანია კავკასიაში, როგორ გვაგინებდა ჩვენ, იმიტომ რომ ვაკრიტიკებდით ივანიშვილს და ვეძახდით ავაზაკს და გადამგდებს. შემდეგ ეხლა მე არ დანაშაულად არ უთვლო პოზიცია შეცვალა, თვალები აეხილა და ეხლა უკვე ოპონენტად გვევლინება ხელისუფლების. ნუ რა ვიცი ახლა თბილისი გადაწყვეტს ამას. მე ახლა რაიმე ცუდი ინფორმაცია სამ პიროვნებაზე ვერ მოგაქვს. შანსები ვის უფრო მეტი აქვს? მაგალითად ოპოზიციას რომ გადავხედოთ. აი ზალ უდუმაშვილი, ალეკო ელისაშვილი, ელენე ხოშტარია. თქვენ რომ არ იყო დღეს პოლიტიკოსი, რომელს მისცემდით ამ სამიდან ხმას? ძალიან ისეთი კითხვა, როგორც გახასიათებს მაღალ პროფესიონალ პირველ აკადემიური. როგორ გითხრათ ეხლა მე ვერ წარმომედგენია თავი რომ არ ვიყო პოლიტიკოსი და ვიყო ამორჩეველი მარტო. ამისათვის ალბათ საჭიროა რომ პოლიტიკიდან წავიდე, მრავალი წელი შევეგო ამორჩევლის, მარტო ამორჩევლის ამპულას და შემდგომ გიპასუხებდით ამაზე. რაც შეეხება ეხლა სახელმწიფო კანდიდატზე გითხარით ჩემი აზრი, რაც შეეხება ზალიკოს ეხლა არ დაგიმელოთ, ზალიკო იყო ჩვენი იმედი მაგ ტელევიზიაში ძველი დროიდან, აი ხელისუფლებაში ro იყვნენ. რამე სიუჟეტს თუ დაგვიბლოკავდნენ და ეს ხშირად ხდებოდა იქ, დაურეკავდით ეგრევე და ნუ არ იყო პრობლემა. უბრალოდ ზალიკო ყავდათ მოკავშირეთ რუსთავიორში ამას ამბობ? კი, ძალიან კაი პიროვნებაა, მაგრამ საიდან მოხდა მაგ წუთრეში, რასაც მოძრაობა ქვია, მე არ ვიცი. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ეხლა ჩვენ ამ ნიშნის გამო ხარს ვერ დაუჭერდი რიგით მოქალაქე რო იყო. ამდენად ალბათ წინ საფიქრალი ბევრი გვაქვს, მაგრამ კიდევ ერთი კითხვა და დაგემშვიდობთ. ნუ მივაქცევთ დიდ ყურადღებას ადგილობრივ არჩევნებს იმ გაგებით რომ არ იქა ავირჩევთ პალიკოს, ვალიკოს თუ რა ვიცი კიდევ თუნდაც შალიკოს და ყველაფერი გვეშველებათ საგაიხსნება. ეს არის ზარი, გადარჩენის ზარი უნდა შემოკვდათ ადგილობრივ არჩევნების დღეს. გადარჩენის ზარი და ამ ზარის ხმა უნდა გაიგოს თელმა მსოფლიომ. იმის თაობაზე რომ ხელისუფლება იცვლება საქართველოში, რომ ხვალ და ზედ საქართველოს მოცილდებიან ეს ავადმყოფი ოლიგარქები, ეს მილიარდერები, ეს ფულის სტომრები, ეს მხაპავები, გაუმაძღრები, რომლებაც აი ესე დაამონეს მრავალათასწლოვანი ცივილიზებული ერი, რომლებაც შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებად აქციეს საქართველოს აღმაშენებლისგან შექმნილი, რომლებაც საკუთარ ბანკებში დააგირავეს ჩვენი ქონება, ჩვენი სიმდიდრე, ჩვენი რესურსები, ჩვენი არსებობის საშუალებები. აი ამათგან განთავისუფლების დილა უნდა იყოს და ამისათვის არ უნდა ავიღოთ ფული, არ უნდა გავიყიდოთ, სოციალური დახმარებებით არ უნდა მოვიხიბლოთ, სახში არ უნდა დავჯდეთ, არ უნდა ავიღოთ ერთი ტომარა ფქვილი, არ უნდა დავიწყოთ რომ ჩემი შვილი იქ მუშაობს პოლიციაში თუ საბავშვო ბაღში და იმას გამოვაგდებენ, ჯობიეს გამოვაგდონ დღეს და ხვალის გახდება მინისტრი. ხვალის იქნება ღირსეული მოქალაქე, ღირსეულ ქვეყანაში იცხოვრებს. ნუ ვიცხოვრებთ ერთი დღით. გავიხედოთ წინ. საქართველოს მრავალი ათასი წელია მოდის, კიდე მრავალი ათასი წელია ივლის და არა გვაქვს შემოკლება, ახლა მხედველები ვიყოთ. მადლობა, დიდი მადლობა რომ იყავით ჩვენი სტუმარი, წარმატებას გისურვებთ. მოკლედ, მე და თქვენ, ოდესაც საუბრობთ ხოლმე სატელევიზიო ეთერში, ყოველთვის გვაქვს ხოლმე თემები, რაზეც გვინდა არ გვინდა, ძალიან ცხარეთ ვკამათო. მაგრამ საინტერესო. რა თქმა უნდა, ინგა ეხლა მე მაგალითად რომ დავიკარგო რამდენიმე თვე, თქვენ აუცილებლად მომიკითხავთ და საზოგადოება დაინტერესდება სადავო რატო ჩუმად. და ქვეყნის ფაქტობრივი ლიდერი, დიქტატორი, რომლის სიტყვა კანონზე მეტია, დამალულია ბუჩქებშია შემძვრალი და არავინ არაფერი არ იცის მის ჯანმრთელობასა თუ მის ფიქრებზე. წარმატებები თქვენ, მადლობა ბატონ შალვა, კარგად ბრძანდებოდეთ.